კაი, ოკეი, მოგესალმები. მე ვარ ნიკა, ჩემი სასცენო სახელი არის Wayward Atom და დღეს ვილაპარაკებთ Reverb-ზე, მაგრამ სანამ Reverb-ზე გადავალთ, გთხოვ რომ გამოიწერო ჩემი არხი, კომენტარი დაწერო და ლაიქო, ეს სანიშლოვანი არის ჩემთვის, რომ არხი გაიზარდოს. ხო, თუ კერძო გაკვეთილები გინდა Ableton-ის შეგიძლია მომწერო Instagram-ზე პირადში, დავტოვებ links Instagram-ის აღწერაში და შეგიძლიათ ჩემ მუსიკასაც მოусმინო Spotify-ის links-ს დავტოვებ აღწერაში. და შეგვიძლია პრინციპში დავიწყოთ. ოკეი, მოდი დავიწყოთ. ესე იგი, რა არის Reverb-ი? Reverb-ი არის აუდიო ეფექტი, სივრცული დამუშავების აუდიო ეფექტი, რომლითაც რაღაც sample-ზე, აუდიოზე, შენ ჩანაწერზე, რაღაც ინსტრუმენტზე სივრცეს ქმნი, რითაც უფრო საინტერესო, უფრო ღრმა ხდება საუნდი და ფაქტიურად Reverb-ის გარეშე, არ ვიცი, მე არ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება კარგად ჟღერდეს რაღაც ხო, ფიზიკის დონეზე ხა არ ჩავალ, იმიტომ რომ ეგრე კარგად მეც არ ვიცი რევერბერაცია როგორ მუშაობს, მაგრამ ეფექტი გავიაროთ მაინც. ხო, პრინციპში Ableton-ში გვაქვს ორი ტიპის რევერბი. პირველი ეს ჩვეულებრივი რევერბი რაც არის, ეს ალგორითმული რევერბი და მეორე არის convolution reverb. ქართულად არ ვიცი როგორ ითქმება, კონვოლუციურს ვიტყვი და ხვდები რომ ამაზე ვილაპარაკებ. აგიხსნი ხა რა პრინციპი არის და მესამე გვაქვს ჰიბრიდული რევერბი, რომელიც ორივეს აერთიანებს. ანუ როგორი რა არის ალგორითმული რევერბი? ალგორითმული რევერბი არის ეგეთი რევერბი, რომელსაც რაღაცა კოდი აქვს დაწერილი, ისეთი რომ თავისი ხასიათი უკვე აქვს პრინციპში და ამ პარამეტრებით შეგიძლია რაღაც ეს decay მიცე, drive-ეთის და რაღაცას გავილით მე. ანუ ამ ხასიათში ესე იტრიალო და რაღაცნაირად ამ ხასიათის სივრცე შევქმნა, როგორც აქვს უკვე ჩაწერილი კოდი, ან საკმაოდ შეზღუდული არის, მაგალითად convolution reverb, ამ reverb-თან, რომელიც ცოტა სხვა პრინციპით მუშაობს, ეს impulse response-ის პრინციპი აქვს, ანუ შეგიძლია შენი აუდიო სემპლი ჩააგდო, იქ რა ხდება უკვე პროგრამაში აზე არ ვარ კოდის დონეზე, მაგრამ ის აუდიო სემპლიდან რაღაცნაირად ხდება ეგ აუდიო როგორც სივრცეში იყო ჩაწერილი და მაგ სივრცეს იმეორებს და მაგას გავილით დეტალებს გაჩვენებ როგორ არის და მესამე ჰიბრიდული რევერბი, რომელიც აერთიანებს ალგორითმული ისიც აქვს ნაწილი და convolution როგორ არის? Convolution reverb-ის ნაწილიც აქვს რა. ოკეი, მოდი დავიწყოთ. ეგეთი drum break-ი მაქვს არჩეული, რომელიც არის საკმაოდ მშრალი, ანუ ხო, რავი, დიდად რაღაცა ეგეთი ის არ არის, რა ქვია. დაეფექტებული და მოდი დავადოთ პირველი რევერბი, რომელიც უკვე თქვი, ანუ ალგორითმული რევერბი და მოდი მოусმინოთ უბრალოდ default preset-ი რაც დავდე, იმას მოусმინოთ. ოკეი, ახლა უკვე რაღაც სივრცე შევქმნით. აი გამურთავ. აი ჩავრთავ. ანუ რაღაც სივრცე შეიქმნა, მაგ აუდიო რაღაც სივრცეში ჩაჯდა. ეხლა დავიწყოთ, მოდი პარამეტრების გავლა რა. რა პარამეტრები არის? ძირითადი არის რამოდენიმე 5-6 ნობი არის, რომელიც ყველა რევერბში ეგრე პრინციპი ერთ და იგივე არის რა. ყველაზე მთავარი, პირველი და ყველაზე მთავარი არის drive-ეთ. ბალანსი შენ ორიგინალ სიგნალს შორის, აი რაც იყო ხო ჩვენი ორიგინალი დრამი და დამუშავებულ სიგნალს შორის, რომელმაც უკვე რევერბში გაიარა. ეგ არის ბალანსი, drive-ეთი არის ბალანსი. ეხლა dry-ის თუ სულ dry-ზე მაგ ჩართულია 0% ეფექტი არ ედება. აქ რაც უნდა ვატრიალო, აზრი არ აქვს. მაგრამ როგორც კი პროცენტს მოუმატებ, ალბათ გესმის ხო? ოკეი. ანუ აი 100%-ზე რო გადაწევ, ფაქტობრივად მხოლოდ დამუშავებული ეფექტით და ანუ რევერბში დამუშავებული ხმა გესმის მხოლოდ. რაც არის რაღაც ძალიან გადამეტებული, ხო? ამიტომ შენი მთავარი მუღამი არის, რომ იპოვო ბალანსი, ბალანსი ამ reverbs dry-სა და wet შორის რა. მე რაღაც ტექნიკებს კი გავილით, რომ სხვანაირად შეგიძლია აკეთო, მაგრამ ამ ეტაპზე dry-ეთი ეს არის. და მთელი ამ reverb-ის ხელოვნება არის, რომ ეს dry-ეთი სწორად იპოვო როგორც გინდა. ერთი პატარა tip-ი არის, რომ შეგიძლია რომ მიხვდე reverb-ი როგორ მუშაობს 100%-ზე აწიო. ეხლა მარტო მესმის დაეფექტებული reverb-იანი ხმა. გამოძერწო ისეთი რომ აი თქვა პირობითად ეგეთი უფრო მაღლებში მინდა საიზი თქვა არ მინდა ამდენი პირობითად ვაკეთებ ხო? ახლა პრედილოის ახლა ვერ მოხდები, მაგრამ ოკეი, სტერეოში გავშალოთ, აი მოდი დიფუზიას მოუმატოთ და აი ეს მომწონს პირობით ეს ხასიათი. და შემიძლია ჩამოვწიო
და ეს ორიგინალი ამასთან დავბლენდო, ხო? ანუ ის რაღაცა რაც მივიღე ამ ეფექტით რაც ვამუშავე, შეგვიძლია დავბლენდო, blend გავუკეთო, mix გავუკეთო ორიგინალ საუნდთან. Okay, drive-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნომერი. შემდეგ გავუყვეთ სტერეო რაც არის, ანუ სტერეო ფილდში როგორ გაიშალოს, ანუ იყოს გაშლილი საუნდი, მოდი აბა ცოტა ეს გავუკეთე საიზიც ავწიოთ. ანუ არც კურსასში თუ ისმენ ან მონიტორებში თუ ისმენ, წესით გაიგებთ, ახლა სტერეო ჩამოტა 0-ზე. და ნახეთ ცენტრში წამოვა, ანუ ყველაფერი იქნება ცენტრში რა, რაც ნიშნავს, რომ ნეპეთი მონოში მოდის რა, ანუ ეს სტერეოში არ არის გაშლილი, რაც ეს ცენტრში იქნება ეს საუნდი და ნუ რაღაც მომენტებში ძალიან გამოსადეგი არის რა, როცა გჭირდება რომ იქ საუნდი ცენტრში იყოს. ეს არის სტერეოს, მონოსტერეოს ისე რა, ნობი. შემდეგი რაც არის decay. Decay არის თვითონ reverb-ის სიგრძე. ანუ რამდენად გრძელი იყოს reverb-ი რა, ახლა პირობითად ჩაუწევ ამას და ძალიან გავს სხვადასხვა საიზი და decay და ხა განსხვავებას ხედავსნი. ანუ ეს არის სიგრძე არის პირდაპირ რა reverb-ის ნახე. აი 2 წამზე ავწიე და 5 წამზე ავწიე და ანუ პრინციპი რო აღიქვა რას ნიშნავს რა. ანუ აი ჩქარა რო გაუშვას ან ხა ეგრევე plays და stops დავაჭერ 1 წამში და ხო აი ესე ვაჩერებ. ანუ რამდენი წამი დასჭირდეს რომ მივიდეს ეს ბგერა ამ რაღაცა ვირტუალური სივრცის ბოლოში და დაბრუნდეს უკან. დაახლოებით ეგრე შეგვიძლია აღიქვა ეს სიგრძე რა. ანუ რაც უფრო მეტი არის, თავი ხა თქვა 12 წამს რო დავაყენებ, მიხნეს რომ ერთხელ დავაჭირე ხა და დავაპაუზე ნახე აი რამდენი წამი წავიდა და სანამ დამიბრუნდა უკან 12 წამი დასჭირდა მაგ ყველაფერს. შეიძლება არასწორად იცხსნი ამ რაღაცას, მაგრამ პრინციპს ხვდები. იმიტომ რომ არ ვიცი ფიზიკის დონეზე როგორ მუშაობს. საიზი არის ოთახის ზომა, პირდაპირ როგორც გესმის, ანუ უფრო პატარა ოთახში იყოს, უფრო დიდ ოთახში იყოს და აი თქვა decay დავაყენოთ 2 წამზე და იყოს საიზი 500. და ხა დავუწევ თქვა 0-ზე. და უფრო პატარა ოთახში გავიჩნდეთ, ეხლა ეგ არ ვიცი, შეიძლება ჩემი დაკვირვება არის, ხა ზუსტად არსად არ წამიკითხე, მაგრამ უფრო metallic sound-ი ხდება რაღაცნაირი, უფრო რაღაც ინდუსტრიული, ცოტა ესეთი რკინის sound-ი ხდება, საიზი რო დაბალი აქვს, რა. ეთიკოს გარაჟში არის ჩაწერილი ეგეთი ის აქვს, ნუ შეიძლება ჩემი დაკვირვება არის ეგ. ხო, ეს არის საიზი pre-delay, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, pre-delay არის, ესე იგი შესული სიგნალი რამდენი წამით დაყონდეს და ანუ ფაქტობრივად დაგვიანება არის რა, ანუ ორიგინალ სიგნალთან შედარებით რამდენად დაგვიანებულად იმუშაოს reverb-მა, ანუ რამდენიმე მილიწამით შეიძლება დააგვიანებინო და ეხლა მიხვდები რას გულისხმობ, ნახე? აი თქვა ეხლა ой. იყოს ეგეთი reverb-ი. აი pre-delay ხან მოლი არის და ზუსტად მუშაობს ისე როგორც მუშაობს და ავწევ თუ არა. ისმის ცოტა აი კიდევ უფრო და ეხლა აი მოდი ცოტა სხვანაირად დავხსნი რა. ისევ იგივე პრინციპი plays და stops დავაჭერ ძალიან ჩქარა. ნახე? ან რაღაც ეგ მე-16 არის სავარაუდოდ თან არ შემეროდი. ანუ აგვიანებს, იმიტომ რომ ეხლა ჩვეულებრივ 0-ზე ეგრევე ედება რა და იქ აგვიანებინებს ეს pre-delay 250 მილიწამით reverb-ის მუშაობას. რაც ძალიან საინტერესო არის, ძალიან მეოსება მაგ pre-delay-ის მუშაობა. ნახე, მოდი თქვა ეხლა 0-ზე დავაყენე pre-delay-ს და მე ეგრევე ავწევ 250-ზე და ხო, ეხლა პირდაპირ სინქრონულად მუშაობს reverb-ი და ესა ან მშრალი და დამუშავებული და დამუშავებული საუნდი და ავწევ ანუ reverb-ი აგვიანებს 250 მილიწამით, რაც ამ რიტმულ რაღაცას იძლევა რა, რიტმულ მოძრაობას. ხო, ოკეი. აი ეს reflect და diffuse ეს შევეცადეთ რომ გავიაროთ. ცოტა ჩემთვის ეს რთული არის ყურით ძალიან ესე არ მისმის კარგად ამის მუშაობა, მაგრამ ნუ თეორიულად მაინც ვცდი რომ აგიხსნა რა. ეს reflect რაც არის აი ეს early reflections, აი ეს კუთხედი არის ამის პარამეტრები და diffuse არის diffusion network რაც არის. reflect რაც არის შეგიძლიათ აღიქვა პირველადი დაბრუნებული საუნდი, რო შევიდა რეოში, პირველივე საუნდი რაც დაბრუნდა ამ რაღაცა ვირტუალურ სივრციდან შენთან უკან, ეგ არის reflect, ეს არის პირველადი საუნდი და diffusion network არის უკვე ამ ოთახში რომ დაბრუნდა, მე სხვა იმებსაც მიეჯახა, ეგ რა არის, კედლის სხვა ნაწილებსაც მიეჯახა, აირეკლა 1000 ჯერ და ეგ საუნდი არის უკვე, რომელიც ამ ოთახში რაღაც ესე
ბრჭყალებში იმის ხო ჩავსად აი დაგროვდა ეგ რაღაცა ანარეკლები ბევრი მაგათ აკონტროლებ diffuse-ით ხო diffusion network და ხო ეს არის early reflections და ეს amount და rate არის და shape არის თვითონ კედლის ზედაპირი რომლიდანაც გიბრუნდება ეს პირველადი ისა ნუ ყურით ძალიან რთულად მესმის აი ძალიან არ ვიცი თეორიულად ვიცი მაგრამ ფაქტობრივად ესენი არ გამომიყენები არასდროს ოკეი გავუყვეთ ახლა გავაგრძელოთ ერთი რაღაცა კიდე reverb-ში, ნუ აი ძალიან იშვიათად ყოველ შემთხვევაში რომ დაბალ სიხშირეებს უხდებოდეს reverb-ი, იმიტომ რომ mix-ში ძალიან ბევრი ჭუჭყიში აქვს რა ამ დაბალ სიხშირეს, რომელიც reverb-ში შედის. ამიტომ აქვს ფილტრი დაყენებული ამ reverb-ს და შეგიძლიათ თქვა ჩამოაჭრა ეს აუდიო, თქვა რაღაცა. პირობითად ფილტრს გავუთიშავ. და მოდი ავწერე ხალხ რა ვიცი გვესმენთ რამდენი დაბალი სიხშირეა რა. ჩამოაჭრა და ის ჭუჭყი რაც იყო ხო მოშორდება და მix უფრო ჩატე უფრო თხელს უფრო ეს რესურსულს გახდეს რა პრინციპში ყველა პარამეტრი აქ გავიარე ძირითადები ნუ ხო ესენი აღარ ჩაუღრმავდები იმიტომ რომ მეც არ ვიყენებ ამ reverbs და ხა convolution reverb ეს რა არის მოდი ეს გავიაროთ რა ძალიან ამ reverbs წავშლი ამ რხიდან და მოვიტანოთ ეს convolution reverb უბრალოდ პრინციპს ახსნი რა პრინციპით მუშაობს რა ძალიან საინტერესო არის ეს impulse response რაც არის რომ ანუ შეგიძლია რაღაცა სივრცეში გახვიდე შენ შეგიძლია გააკეთო წახვიდე თქვა სადღაც არ ვიცი რაღაც დიდ შენობაში თქვა მოგწონს იქაური აკუსტიკა ეკლესიაში პირობითად კლეპი დაარტყა ჩაწერო მიკროფონით ან რა ვიცი ტელეფონით ეგ აუდიო ჩააგდო convolution-ში და ნუ რაღაცნაირად ეხლა რამდენი ზუსტად აკეთებს ეგ არ ვიცი მე არ მიცდია მაგრამ რაღაცნაირად რეპლიკას უკეთებს იმ აკუსტიკას რაც იქ იყო ისედაც თქვა ეკლესიაში დაარტყი კლეპი იქ როგორი აკუსტიკაც იდგა ისეთ აკუსტიკას ისეთ reverbs ქმნის და ეხლა პირობითად მოდი გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა ეხლა დავადებ default-ზე რაც იყო აი რაღაცა რა რაც უკვე ადევს რა და თქვა შეგიძლია აიღო მაგას რაიც ავიღებ one shots და ეხლა აი იყოს ეს რა ეს რაიდი თქვა ეხლა ნახე ამ რაიდის და ის აქ საინტერესო რომ რაღაც ტექსტურული არის უფრო რა reverb ეხლა დაუკვირდი როგორ შეიძლება აი ის ეხლა დავაბრუნებ უკან ხო ეს როგორ სხვანაირია ეხლა ამ რაიდს უსმინე როგორ ტიპია თვითონს და თითქოს აი ამის ტექსტურას ადებს რა მოდი სხვა ჩავაგდო ნახე საინტერესოა რა ხო ეს სნიერი ხო არც აქვს ეს მაგარია ხო მშვენიერი არის ხო ეს არის convolution reverb და ეხლა გადავიდეთ ბოლო აუდიო ეფექტზე რომელიც არის hybrid reverb fuck რთული არის რაღაცებს რა თქმა რომელიც პრინციპში არის ჩემი ფავორიტი ალბათ თუ გინახავს ჩემს ხვედრები სულ ამას ვიყენებ მე სულ ძალიან მიყვარს იმიტომ რომ კომბინაცია აქვს ორივეს ანუ ეს ალგორითმული და convolution reverb ჩანდება ორივე აქვს რა ანუ აქ არის ერთი მხარე აქ არის მეორე მხარე გავიაროთ ახლა როგორ რა ის არის რა როგორ მუშაობს ახლა ეს ეფექტი დავადოთ მოდი ისე ვარ ჩვენ drums რომელსაც ვაწამებთ დავაკვრევინოთ default-ზე რაც არის ოკეი ნეგეთი ეფექტი ანუ მშრალი იყო ესეთი ოკეი ეხლა ნახე რა ხდება რა ეგეთი ვარიანტი არის რა როგორ იმუშაოს ამ reverb-მა არის serial ანუ serial ნიშნავს რომ ჯერ გაივლის ალგორითმულ reverbs და არ ბოდიში ჯერ გაივლის ანუ convolution reverbs პირველ ნაწილში და მერე გადავა ალგორითმულ reverb-ში რაც მე არ მომწონს იმიტომ რომ რაღაცნაირად ну არ მომწონს რა მე პარალელი მირჩენია როდესაც ორი სიგნალი ორივეგან გაივლის დამოუკიდებელ და მე რაღაც მიქსში გამოვა ერთად იმიტომ რომ რაღაც უფრო საინტერესოდ გამოდის დამუშავება არის ცალკე ლოგარითმული ალგორითმული ბოდიში არის ცალკე ეგრე არის და არის ცალკე convolution reverb ანუ ეს შეგვიძლია ცალკე იყოს შეგვიძლია ეს ცალკე იყოს პირობითად ეგრე შეგვიძლია დაამუშავო რომ მაგალითად ჯერ ჩართო ალგორითმული მოდელო რაც მოგწონს და ეს არის მისი ეს რაღაცნაირი ისინი როგორ გითხრა type როგორ არის ტიპები რა reverb-ის კოდები აქვს შიგნით ანუ ეს dark hole რომელიც ეგეთი არის quartz shimmer
აი ეხა მიხვდები equalizer რატომ მინდა რომ ეს ამდენი დაბალი არ მჭირდება. აბარა shimmery part hides რომელიც ახლა მო phaser-ი რაღაცა ჩარიჩო. თქვა რა, აი თქვა მომწონს. ნოლი phaser ყავს. აი თქვა ეს მომწონს. ეხა ალგორითმზე convolution-ზე გადავიყვან, ეს აღარ მუშაობს და აქ მოვძებნი როგორი სივრცეც მინდა რა. მაგალითად პირველ springs რაღაც Berlin spring. Why not? პირობით ხო? და ეხა ორივე შევრთავ ერთად. და ეხა ის მექნება და ეს მექნება რა. კაცი და დაბლები მივცეთ ეხა ძალიან ჩამოვაჭერ. და მე drive-ით წყვეთ როგორი გინდა რო იყოს რა, ხო? ოკეი, ანუ ეს ბევრი გინდა რევერბი თუ ცოტა გინდა რევერბი. ეგ არის პრინციპში info რაც შემიძლია მოგაწოდო, ხო, აქაც ეს სტერეო mono, იგივე პარამეტრები არის, decay, რაც იქ იყო, რაც გავიარეთ, ხო, ესენი free delay, send-ი, რამდენი რაც შემოვიდეს ეს ორიგინალი აუდიო. equalizer-ი და ასე შემდეგ. ეხლა დავიწყოთ ძალიან საინტერესო რაღაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. პრობლემა რაში არის ეხლა რა? ანუ ხან ჯობია იმას რომ ესე არხზე დადების ნაცვლად, რომ რაღაც და პროცენტები თონდ რომ უმატებ რაღაც 50%-ს მე უკვე ორიგინალი აუდიო იკარგება და შეიძლება kicks ან რაღაცას ფანჩი რაც აქვს, რაც გჭირდება მისი სიცხადე presence mix-ში ქრება reverb-ის გამო. ამიტომ ერთი ვარიანტია რომ გამოიყენო send return. Send return-ზე მე ცალკე ჩავწერე იმას, მაგრამ ჩათვალე რომ არის ცალკე არხი, სადაც შეგიძლია ეს შენი აი drum break-ი გაუშვა, აი ამ send-ის რო აწევ, ნახე რა მოხდება. აი გავყოდი სანამ და აი ამ არხში გამოივლის ან ჩათვალე ორად გაიყოფა, ორიგინალი სიგნალი წავა, ეს ორიგინალი drum წავა master channel-ზე და ერთი სიგნალი გაიყოფა წავა ამ არხში, სადაც reverb-ი დევს, ნახე, ეს არის A და B არის send return-ი და ეხლა ნუ ამას არ ჩავღრმავდები, მაგრამ აი ამაზე by default ყოველთვის დევს reverb-ი რა. და ეხლა 100 რო აუწევ, ნახე ანუ ორიგინალის სიცხადე დრამის რჩება, მაგრამ reverb-იც დაედო რა, ამიტომ ძალიან სასარგებლო არის. ხა თქვა შეგიძლია ეს წაშალო, ეს ორიგინალი reverb-ი უბრალოდ ნახე A return გახდა და ეს ჩვენი გაკეთებული reverb-ი ჩავაგდოთ მან. ხა აქედან ხო. და რო ჩართა აუცილებლად mix-ი ბოლომდე აწიე, იმიტომ რომ აქ send return-ზე ეგრე არის საჭირო. აი და რაც არის კარგი, ხა პირობითად ბასი ავიღოთ. რაღაც sample-ებს ავიღებ რა. და ეს არის loop-ი გვინდა ბასის. პირობითად რა, ახლა вообще მნიშვნელობა არ აქვს და ავიღოთ რაღაც piano. ფაში. აი იყოს ეს. პირობითად ხო? ეხლა რა შემიძლია გავაკეთო, შემიძლია თქვა დრამით გაუშვა ამ reverb-ში და შემიძლია სხვა ინსტრუმენტებიც გავი, piano-ც შემიძლია გაუშვა და ბასიც შემიძლია თქვა გაუშვა. ეგრევე მიხვდები განსხვავებას, როცა ამ send-ის არხს გავთიშავ. ოკეი, მიხვდება. ეხლა ნახე რა ხდება რა. ეს ერთი ვარიანტი არის და რატო კეთდება ეგრო, რაღაც ყველა ინსტრუმენტს თუ გჭირდება, ეგ ეხლა უფრო mixing-ის დროს გადასაწყვეტი არის. თუ გჭირდება რომ ყველა ინსტრუმენტი ერთ ოთახში მოაქციო, რაღაცას გჭირდება ეგეთი mix-ი რომ რაღაც ერთი ოთახის განცდა ქონდეს ყველა ინსტრუმენტს, თითქოს ერთ ოთახში არის ჩაწერილი, მაშინ შეგვიძლია send return გამოიყენო, რომ ანუ რაღაც ერთი reverb-ი შექმნა, როგორც შენ გევასება აწყო ეგეთი საუნდი და მე უკვე ის ინსტრუმენტები რაც გჭირდება გაუშვა ამაში რა და გამოვარდ თქოს ერთი ოთახის განცდა. ასევე სხვა ვარიანტებიც არის, რომ ბევრი სხვა reverb-ით შეგვიძლია გამოიყენო, ანუ გემოვნების საკითხი არის რა. და კიდე ერთი ვარიანტი, როგორც შეგვიძლია, ეხლა ამას დავაბრუნებ ამ არხზე. ეს send-ს გავუთიშავ. ხო, 23 წუთი იყო, ალბათ ვასწრებ. კიდევ ერთი ვარიანტი არის, რომ გააკეთო, ესე იგი chain-ი, მაცადე ოღონდ 1 წუთი, ამას ანუ გადავსვამ გვერდით. ხო. და კიდევ ერთი ვარიანტი არის, რომ გააკეთო chain-ი გააკეთო, რაც წინა ვიდეოში პრინციპში ცოტათი იმას გქენით ვილაპარაკეთ. აი hybrid reverb, ანუ ახლა მოდი ეს გავაკეთოთ რა, კიდევ ერთ chain-ს გავაკეთებ, ეს იყოს wet, ანუ reverb-ი არის აქ, აქ იყოს dry. ანუ ეს dry არის ორიგინალი სიგნალი გაივლის.
და ამ ვეთში ხოლოდ დამუშავებული ეფექტი მაქვს რა და პრინციპში აქ რა შეგვიძლია გაკეთო ბალანსი შეგვიძლია კონდეს ეგ კარგი არის ბევრი რაღაცა არის მე კიდე შეგვიძლია თქვა ცალკე ამ reverbs გავუკეთო კომპრესია პირობითად ვამბობ ხა თქვა ამ ხო იყოს რა კომპრესია უფრო tight გახდეს უფრო და თქვა ჩაუწე და შეგვიძლია პირობითად რა ვიცი აი რაღაც მაგალითად გავაკეთებ რა elf აიღო და ეს elf მიაბა ცოტა ნელი elf გავაკეთოთ და მივაბად პანორამას და ეხლა აქეთ იქეთ ატარებს რა reverbs რაც ეხლა ყურსას მე თუ ისმენ ან მონიტორში გაიგონებ რომ ეს reverb-ი აქეთ იქეთ დადის ორიგინალი სულ ცენტრში შეება და ის აქეთ იქეთ დადის ეს ერთ-ერთი ვარიანტი არის რანაირად შეგვიძლია გააკეთო ეს რა ქვია რანაირად შეიძლება რომ გაკეთდეს რა ესეც ვარიანტი არის მიქსინგის დროს ეს ხშირად ჭრის ხოლმე მომწონს ეს დამიქსვა რა ეს სივრცეს ჩაჯენა რომ ცალკე მაქვს reverb-ის არხი და chain-ი გაყოფილი არის ორად რა ოკეი, პრინციპში ეგ არის reverb-ზე რა ჩემი ეკითხა, ხა ჩემს საყვარელ reverb-ებსაც გაჩვენებ მაინც, რასაც ვიყენებ, ეს არის native instrument-ის Raumi. ძალიან მიყვარს, ძალიან. და ეს მოყვა, რო ვიყიდე ეს native instrument-ის კომპლექტი მოყვა, ჩავსვამ იმას. კადრში Machine Plus რო ვიყიდე იმას მოყვა და ეგეთი ტიპი არის, მოკლედ ძალიან კარგი არის რა, ძალიან მევასება. თესნაირად შეგვიძლია კაი საუნდი დააყენო. თავის პრესეტები აქ ძალიან მაგარი და ერთადერთი აი ნახე როგორი ის არის და მეოთხედების დაგვიანებით მუშაობს რა. ძალიან საინტერესოა. ეს სხვადასხვა ალგორითმია, როგორი მუშაობს. კიდე ვინ არის Valhalla-ს აქვს ძალიან კარგი reverb-ები, ნებისმიერი Rumi, Shimmery, Supermassive, Vintage Verb, ყველა ძალიან კაი არის. Pro Air-იც ძალიან მომწონს, ხშირად ვიყენებ. Fa filters და პრინციპში მეტი reverb-ი მე არ მაგრამ სიმართლე რომ გითხრა 95%-ში 90%-ში hybrid reverbs ვიყენებ, რაც გავიარეთ. ეს რა, ძალიან მაგარი reverb-ი არის, ძალიან თავის პრესეტები აქვს ძალიან ბევრი, ძალიან საკაიფო მუშაობს, საუნდი მევასება არის იდეალური მოკლედ რა. და ეგ არის პრინციპში. რაც შემიძლია რომ reverb-ზე გითხრა. ხო, რა ვიცი, ეგ არის მოკლედ რა. თუ რაღაც კითხვა გექნება კიდე კონკრეტული რაღაც შეგიძლია დამიწერო კომენტარებში. მაგ კითხვებს რაღაცნაირად ერთად მოვაგროვებ და მე ეგ Q&A-ს გავაკეთებ და გადავიღებ ცალკე ვიდეოს, ამიტომ რაღაც კითხვები რა გექნება დაწერე. და ხო, ბედნიერად, იმუზიცირე უკარი ბევრი ბედნიერი ხარ. ხო და წარმატებული მოკლედ მადლობა რომ მოხვედი ბოლომდე არ და გავიწყდეს არხი გამოიწერე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ განვითარდეს ეს არხი. და წარმატებები. Adiós.